უახლესი ისტორიის ურტყუარი ფაქტები გოგა ხაინდრავას არქივიდან. რომელნიც ძალით გავრცელებდნენ ქრისტიანობას, მაგრამ ეს არ გააკეთა უყავმა. ამოირჩია ყველაზე მდაბალი, ამოირჩია უსწავლელნი, მაგრამ ძიური, აებრივი სიბრძნით სავსე. აი ეს უბრალოდ მეთევზენ, მეთევზუ. რა თქმა უნდა, როცა უბრალებს იესო, რომ წარვედი და მოიმოწაფედი ყოველთვის წარმართი. ესე იგი, ეს იყო ბრძანება, რომ ეს 11 მოციქული და შემდეგ იუდა ისკარიოტელის მაგივრად, ჩვენ ვიცით, მოციქულებმა აირჩიეს მე-12 მოციქული მატანს. აი ეს 12 მოციქული უნდა წასულიყო მთელ მსოფლიოში და ეხადაგა სახარება. და თქვენ იცით, რომ სახარება იქადაგეს საქართველოში ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ ყანანელმა. რა თქმა უნდა, აი ამ ადამიანებს ეჭვი შეეპარებოდათ. თუ როგორ შეეძლოთ მოქცევა მთელი ქვეყნისა და აი ამ დროს გულთა მხილველი უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხედავს მათ გულსა და მათ გონებასა და ეუბნება მათ და აჰა ესე რა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულად მდეს სოფლისა. ამინ. ესე იგი, მე თქვენთანა ვარო, მაგრამ ჩვენ ნუ ვიფიქრეთ, რომ მხოლოდ იესო ქრისტე მიმართავს მოციქულებს. იესო ქრისტე მიმართავს ყოველ ქრისტიანს, რომელიც აკეთებს მოციქულის საქმეს, რომელიც ქადაგებს სახარებას და ეუბნება მათ, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულად მდეს სოფლისა. და მართლაც ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენი ერის წარსულს, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის 20 საუკუნოვან ისტორიას, ჩვენ დავინახავთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენთანა იყო აწდა მარადის და იცავდა და იფარავდა საქართველოს იმ განსაცდელის ჟამს, როცა კი მოადგებოდა ეს საქართველოს. საოცარია ჩვენი წარსული და ჩვენი დღევანდელი დღე. ვერც ერთი ერი ვერ გადაურჩებოდა ამდენ წინააღმდეგობას, ამდენ ომს, ამდენ განსაცდელს ვერ აიტანდა, რაც აიტანა ქართველმა ერმა. მტერი როცა შემოდიოდა საქართველოში, სისხლით, მახვილით, ცეცხლით ცდილობდა აღმოეპყრა ჩვენში ქრისტიანული სარწმუნოება, იმიტომ რომ იცოდა, რომ ეს იყო ჩვენი ერთადერთი ძალა. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენზე ძლიერი ერები, ჩვენზე მრავალნი აღიქვამდნენ
ირისაგან მიწისა სადღა არის ეხლა რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, სხვა დიდებული და წარჩინებული ერები, იმათი ხსენებაც აღარ არის დღეს და საქართველო იყო და მუდამ იქნება აწდა მარადის. და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ უფალი ჩვენთანა იყო ყოველთა დღეთა, ყოველ დღე, არა მარტო იმ დროს, როცა ჩვენ მოგვადგებოდა გაჭირვება, არამედ ყოველ დღე ჩვენთან იყო და დღესაც ჩვენთანა უფალი და მუდამ იქნება ჩვენთან. ვერავით არ მტერი ვერაფერს ვერ დააკლებს საქართველოს, იმიტომ რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფარა თავისი კალთა საქართველოს და მას ვერ შეეხება ვერავით არ მტერი და ანტიქრისტეც კი ვერ შეეხება, როგორც ამბობენ წმინდანები, როგორც ამბობენ, როგორც წინასწარმეტყველებენ წმინდანები საქართველოს შესახებ. აი დღეს განსაკუთრებით ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, ჩვენს დღევანდელ დღეზე და ჩვენს მომავალზე. ვინ ვიყავით ჩვენ? რით შევინარჩუნეთ ჩვენ ეს ძალა? ჩვენ იცით, რომ არ ყოფილა ისეთი წელიწადი, რომ ომი არ ყოფილიყო საქართველოში. საქართველო, როგორც ამბობს ჩვენი დიდი წინაპარი ილია მართალი წმინდა, იცავდა მამულს, ენას და სარწმუნოებას და ამავე დროს ქმნიდა უბადლო კულტურას. როდის ასწრებდა, როდის აშენებდა, როდის ქმნიდა, საოცარია. და ჩვენ ძალიან ხშირად ვამაყობთ ჩვენი წარსული და ჩვენ გვაქვს კიდეც საამაყო, მაგრამ ეს არ კმარა. საჭიროა ჩვენი წვლილი, საჭიროა ჩვენი სარწმუნოება მტკიცე, ჩვენი სიყვარული, ჩვენი სასოება, ჩვენი მობიერება, ჩვენი ერთადდგომა. დღეს როგორც არადროს საჭიროა ერთი სული ქართველი ერისა. ძალიან ხშირად მე მესმის კრიტიკა უფროსი თაობისა. ძალიან ხშირად გრძნობთ, ხედავთ, რომ გაჩნდა ბზარი უფროსსა და უმცროს თაობათა შორის. და ეს არის ცოდვა, ეს არის დანაშაული. ეს არის ცოდვა და დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე. ჩვენ როგორც არასდროს დღეს განსაკუთრებით ერთად უნდა ვიყოთ. ერთმანეთს უნდა შევუნდოთ. თქვენ იცით, ქრისტიანობა ეს არის სიყვარულისა და შენდობის და ლმობიერების რელიგია, სარწმუნოება. და დღეს საჭიროა ეს ერთად ყოფნა. მომავალი საქართველოსი ბედნიერი და დალოცვილია. შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენთან ბრძანდება კვართი, აი აქ ამ წმინდა ადგილზე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს. არაფერი არ არის, არც ის არის შემთხვევითი, რომ საქართველო შეხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას. არც ის არის შემთხვევითი, რომ მოციქულები მოვიდა. არაფერი არ არის შემთხვევითი. უფალმა განსაკუთრებული მისია დააკისრა საქართველოს, ის მისია, რომელიც ეკისრებოდა ძველ აღთქმაში ისრაელსა. ისრაელი, თქვენ იცით, ინახავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. და ამით იყო რჩეული ღვთისა და დღეს
რჩეული ღვთისა არის საქართველო და საქართველომ უნდა შეინახოს ჭეშმარიტი სარწმუნოება. თქვენ იცით, რომ არის წინასწარმეტყველება საქართველოს შესახებ, რომ საქართველო გაფრთხილდება უკანასკნელ ჟამს იმ დროს, როცა მთელი ქვეყანა დაკარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სიყვარულს, სასოებას, სათნოებას, ამ დროს საქართველო გაფრთხილდება სარწმუნოებით, სიკეთით, სიყვარულით და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის. ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა, რომელიც ჩვენ არ დავიმსახურეთ, არამედ მივიღეთ როგორც ჯილდო ღვთისა. აი დღეს განსაკუთრებული დღეა. უპირველეს ყოვლისა დღეს არის ტაძრის დღესასწაული და შემდეგ აქედან ჩვენ წავალთ და არაბში იქნება ნათლობა. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ნათლობა იქნება იმათი, რომელიც არ მონათლულა. ნათლობა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ერთხელ ცხოვრებაში. თქვენ გახსოვთ ბრძამში სერია, რომელიც არის შედგენილი მეოთხე საუკუნეში პირველი და მეორე მსოფლიო კრებების მიერ აღვიარებთ ერთსა ნათლის ღებასა მოსატევებელად ცოდვად. აი ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია მეორედ მონათლობა. ეს არ შეიძლება. მხოლოდ ერთხელ შეიძლება ადამიანი მოინათლოს. და ჩვენ დღეს აგვავლენთ ლოცვებს ჩვენი ერის ეკლესიის კეთილდღეობისათვის, ჩვენი ერის გამრავლებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.
Я говорю, это уже исполнится. ცხოველთაშა და შეერთენ ესენი სამწუხაროების შენიშნება და დიდებულ ყავს სახელი შენი წმინდა ამათ შორის დასაყვარელისა ცისრებისა ჩვენისა იესო ქრისტეს და ხოლმე სულისა შენიშნება აბურნის შენიშნება Майя! დავიცეთ კიდევ იგივე დავიცეთ კიდევ
გამოვართოთ რა აპარატურა იმას. დოლე რო ხატი. ეს აქეთ პატარა ბავშვია თუ შეიძლება მოვხსნათ რა. ბავშვია პატარა თუ შეიძლება აქეთ მოვხსნათ რა.
რა გავაკეთე ახლა? არაფერი. აი და მაგაჭი დამბადიჟეს. სამი. Чимахмама რა უთხრა უდელიცი მაგრა ჩააყოფინე თავი მაგრა იქნებ ჩაახჭო Mama uჩვენო რომელი ხარ სათავშინა წმინდა იყო სახელი შენი მოვედი სუფევა შენი იყავნება შენი ვითარცა სათავშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა ური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანამდებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუღდეთ თანამდებთან მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან რამე თუ შენი არ სუფევა ძალით და დიდება მამისა ძაძისა და წმინდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ ჩვენთან არს ღმერთი ასე იყოს.